ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხე განაახლეს. მოეწყო დამატებითი სივრცე, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. განახლებული ამერიკული კუთხის გახსნის ცერემონიალს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხე უკვე 10 წელია ფუნქციონირებს. იგი ევროპის საუკეთესო ამერიკული კუთხეების ათეულშია შესული. სივრცე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. იან კელის განცხადებით, ბათუმი მისი კულტურული, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების ნიშნით შეირჩა. განახლებულ ამერიკულ კუთხეს დაემატა ეს მიკროოთახი და ზოგადად ეს განახლებული კუთხე არის მიზნად ისახავს ამ STEM პროგრამის განვითარებას ახალგაზრდებში, რომელიც ორიენტირებული არის ეს ტექნოლოგიური უნარჩვევები, რაც თქვა მიმალური არის ახალგაზრდებში განავითაროს. ეს არის თანამედროვე სივრცე, თანამედროვე ინტერიერით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი. სიახლე გვაქვს ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ექნება წვდომა ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან, როგორიცაა სამგანზომილებიანი პრინტერი, 3D კალამი, სხვადასხვა მოწყობილობები და ტექნოლოგიები, რომელსაც შეუძლია რომ ყველა ნახოს და დაეუფლოს მას, გვექნება სხვადასხვა საინტერესო პროგრამები,